როდისაა კლუბი პრესტიჟული, როდესაც უიკენდზე ის სავსეა სელებრიტებით. როგორ მოვიზიდოთ ისინი? კარგი პიარი და რა თქმა უნდა მსოფლიოში ცნობილი 1-2 შემსრულებელი. კლუბი ეტაჟის სეზონის დახურვა ამ კრიტერიუმებიდან ყველას აკმაყოფილებდა. დღეს სტუმრად ყავს ესეთი ცნობილი Touch and Go. ეს არის ეტაჟისთვის წელს, ანუ ზაფხულის ბოლო ივენთია. დროებით შევწყვეთ ახლა მუშაობას და სექტემბერში უკვე აქტიურად ისევ განვაახლებ. რატომ დადიან სელებრიტები ეტაჟში და არის თუ არა თავისი ხანმოკლე არსებობის მანძილზე ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლუბი სწორედ დახურვაზე მოსულ ცნობილ სახეებთან გავარკვიეთ. Touch and Go მომიზიდა, იმიტომ რომ წინაზე ვიყავი აქ Superman Lovers-ზე და ძალიან კარგი იყო გაამართლა ამ ივენტმა. მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ რაღაც კარგი ხალხი დადის, ახლა ცუდად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე სახეებია და აქ რაღაცა სულ ჩემი მეგობრები არიან და კარგად გვწნობ თავს. მომწონს მართლა ეტაჟი. მე ზოგადად პრესტიჟს არ მივყვები. მე სადაც კარგად გვხვდ თავს და სადაც მომწონს იქ დავდივარ და ეს ის ადგილია სადაც მე მომწონს. აი ბულახში ბომჯურად წახვა. კი. რომელია ყველაზე ცნობილი სიმღერა იმ ჯგუფს? სახელი არ ვახსოვს. ვაუ. როგორ? უნდა შევეხო, აი შევეხე. ეს ეხლა მიდიხარ? არა, ესე უნდა შევეხო და შევა. ჰოპ, შევეხე. ცდილობ რომ იყოს პრესტიჟული. ჩამოყავთ ესეთი ჯგუფები და ისეთი ადამიანები, ვინც პრესტიჟულად ჩაითვლება საქართველოში და ხალხი მოვა. ჯგუფი, რომელმაც მსმენელს ცნობილი სინგლი Would You აჩუქა, ეტაჟში მოგვიანებით მოვიდა. ჩარლის და დეივიდს შემოსასვლელშივე დავხვდით. ჩვენი ამბავი ინგლისში დაიწყო, როდესაც მივხვდით, რომ ჩემი მუსიკა და მისი ხმა ერთად ფანტასტიკური იქნებოდა. ეს ჩვენმა მეგობარმა მოახერხა. ჩვენი ჩვეული მუსიკის გარდა დღეს ლათინურ რითმებსაც ავაჟღერებთ. გავიგეთ, რომ ქართველებს გართობა გიყვართ და დღეს მცდელობებს არ დავაკლებთ, რომ კარგი დრო გავატაროთ. მას მერე რაც ქართველმა რეზიდენტმა დიჯეიმ ცოტა შებოჭილი, ცოტა რაღაცნაირი და უფრო მეტად თავაწეული პუბლიკა გამოაცოცხლა, სცენა Touch and Go-მ დაიკავა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაკლებად კლუბში. მაგრამ ფიზიკურად რაც არ მაქვს რაღაცები გვესდება. მაგრამ გაჩნია ხა ეს ის არის, სადაც მინდოდა მოსვლა, იმიტომ რომ ბევრი მისი ჰიტი ჩემი საყვარელი სიმღერაა. ჩემი მეგობრები არიან ორგანიზატორები და მოვედი ჩემს მეგობრებთან ერთად რომ გავატარო კარგი საღამო აქ. თუ გართობა გინდა ვფიქრობ რომ ყველგან შეიძლება გაერთო. დღეს ვარ პირველად აქ მოსული და ნახოთ როგორი იქნება. ჯერ მომეწონა სიტუაცია რომ შემოვედი და ნახოთ როგორ გავერთობი და რა იქნება. Touch and Go-ს უსმენ ძალიან დიდი ხანია, ანუ რადიოში რომ მუშაობდი. ახლა 9 წლის წინ მაშინ უკვე ვატრიალები Touch and Go, მაშინ არავინ არ იცოდა თბილისში. Tango in Harlem იყო ყველაზე პოპულარული სიმღერა. ეტაჟის რეზიდენტი DJ რემბო გახლდათ, რომელსაც აღმოჩნდა, რომ არც კლუბის დახურვა და არც ცნობილი ჯგუფი აინტერესებდა. რატომ მოხვედი? იმიტომ რომ რემბო უკრავს. მე ნატუკას გულისი დავკარი მარტო. აჩინე ნატუკა, გამოაჩინე. რატო? იმიტომ რომ შეპირებული ვიყავი. რატო? შეპირებული ვიყავი. რატო? დაუნდა ამბის მომაშო. ყველაზე მეტი შეძახილი ჯგუფის 1998 წელს გამოშვებულმა სინგლმა Would You დაიმსახურა, თუმცა ამჯერად Touch and Go-ს ლათინური ცეცხლით გაფორმებული ჩვეული რეპერტუარი მოვისმინეთ. ეტაჟმაც პრესტიჟულობის კოეფიციენტი აიმაღლა. ჩვენ კი ის ღადაგვრჩენია ნელ-ნელა ზღვის პირეთისკენ გადავინაცვლოთ.